როდესაც ადამიანის ცხოვრებაში ძვირფასი ადამიანი გარდაიცვლება, ცოცხალი ადამიანისთვის იცვლება მისი ცხოვრება. თითქოს თავიდან იბადება ესეთი ადამიანი, მაგრამ თითქოს იბადება არა, ჭეშმარიტად ახალი ადამიანი იბადება. ხდება ორი ფაქტორი. ადამიანები, რომლებიც ამ ტკივილს ღვთიურობაში გადაატარებენ და გადაივლიან და მშვიდში დარჩებიან, მათში იბადება ახალი ღვთიური არსი და ადამიანები, რომლებიც დესტრუქციაში მიდიან, გვემაში, ტკივილებში და ყველა იმ განცდაში, რომელიც ანგრევს მას და გარდაცვლილსაც ხელს უშლის სასუფეველში მშვიდი მოიპოვოს. ამ ყველაფერზე როგორ უნდა იურთიერთო გარდაცვლილ სულთან, როგორ უნდა ილოცო, როგორ უნდა განახორციელო ყველა პროცესი აღწერილი მაქვს ნაშრომ სახელად სული გარდაცვალებაში იბადება. დღეს ვისაუბრებ როგორ უნდა შეინახო ღირსეულად ძვირფასი ადამიანის ხსოვნა. თუ დესტრუქციაში წავა ადამიანი, ჯანმრთელობას კარგავს, სიცოცხლეს კარგავს, ზოგიერთი ადამიანი ერთ წელში მიყვება ხოლმე გარდაცვლილს, რაც არასწორია. თვითგვემა ეს არის ბნელზე ლოცვა, მშვიდი არის ღმერთზე ლოცვა. ის კი არ განადგურდა და კი არ მოკვდა, გარდაიცვალა. იცი რას ნიშნავს? გადავიდა სხვა მდგომარეობაში, დაიბადა იქ, მაგრამ ეს ცალკე საკითხია. ეხლა რა ხდება თუ შვიდით გადააგორებს ამ ყველა პროცესს და თუ ღირსეულად შეინახავს მისი ძვირფასი ადამიანის ხსოვნას გულში და გასწავლით როგორ უნდა შეინახოთ ღირსეულად ადამიანის ხსოვნა. რატომ ეძლევა ადამიანს განახლება? თითქოს თავიდან იბადებაო. იმიტომ რომ ძვირფასი ადამიანი რომ დაკარგა ადამიანმა, ღმერთს აქვს შესაბამისი პროტოკოლები გამოცემული. უამრავი პროტოკოლები აქვს უფალს გამოცემული, რომლის შესახებაც თქვენთვის დღემდე არავის მოუყოლია. ერთ-ერთი პროტოკოლი არის ის, რომ ადამიანს, როდესაც ძვირფასი ადამიანი გარდაიცვლება, მას ეკუთვნის სულიერი კომპენსაცია. მოდი ესე გეტყვით. კომპენსაცია არა იმიტომ, რომ ვინმე რამე დაუშავა და უნაზღაურებს, არა. ეკუთვნის იმ ადამიანის სიცოცხლეში, რომ გაჩნდა სიცარიელე იმ ძვირფასი ადამიანის, რომელიც ავსებდა ემოციურ, ფიზიკურ, სულიერ და სხვა დანარჩენ კომპონენტებს იმ ადამიანის ფსიქიკაში, სულში, გულში, ცხოვრებაში, იქ რომ გაჩნდა სიცარიელე და ამ სიცარიელემ რომ გამოიწვია დიდი ტკივილი, იქიდან გამომდინარე რომ ადამიანი არის ამ რეალობის წინაშე, სამყაროდან გეკუთვნის შენ განახლება, ძალები, ღვთიური ძალები. სამწუხაროდ ამ ძალებს ადამიანების უმრავლესობა ვერ იღებს, რადგან დესტრუქციაში მიდის. შენ გარდაცვლილთან უნდა იურთიერთო არა ისე როგორც ადამიანთან, როგორც ადრე ურთიერთობდი, არამედ როგორც სულთან, რადგან ის უკვე სულია. დედამიწის კანონებით აღარ უნდა იურთიერთო გარდაცვლილთან, არ უნდა უგზავნიდე კამათებს, განცდებს ნეგატიურს, ყველა ამ დესტრუქციურ მდგომარეობებს. მასთან უნდა იურთიერთო როგორც ზემგრძნობიარე სულთან, რადგან სული არის ზემგრძნობიარე. ყოველთვის მეკითხებიან რომ გიორგი იქ ვიცი რომ შეგრძნებები არ არის. ვინ გითხრათ ეს? აქ შენ გაქვს 5 შეგრძნების დიაპაზონი. სტანდარტული, მეტი გაქვს, მაგრამ მაინც. მხედველობა, სმენა, გემო, ყნოსვა, შეხება. სულ რაღაც 5 და სულს აქვს 1000-ზე მეტი. ბევრად მეტია იმ სამყაროში აღქმა. მხედველობა იმაზე მეტია, ვიდრე თვალებით ხედავ. არასოდეს არ მინახავს ისეთი მკვეთრი და დეტალიზირებული გამოსახულება, როგორც სულის სამყაროში ვხედავ ხოლმე. დედამიწაზე რომ ვიყურები, ესე მგონია ფოკუს მიღმა ვიყურები. არ მაკლია თვალებში, კარგი ჯანმრთელი თვალები მაქვს. რატომ? იმიტომ რომ სულის სამყაროში იმდენად დიდი აღქმის დიაპაზონია, რომ შენ რაღაცას თუ უყურებ, შენ შეგიძლია ის თან დაინახო საერთო ხედზე, ახლოს, მიკროსკოპულ დონეზე, დეტალიზირებულად და ყველაფერი ერთად დაგამახსოვრდეს ხარისხიანად. ერთად. ეხლა მე აგიხსენეთ მცირე დიაპაზონი. შეგრძნებების სპექტრი არის ბევრად მაღალი სულის სამყაროში. და ნახეთ, ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს ფიზიკური ტკივილი, რასაც განიცდის, ეს არის ტკივილი. და იმას ვერ ხვდება, რომ სულის სამყაროში თუ ქვემოთ მოხვდა ადამიანი, ის შეგრძნებების სპექტრი მიყვება ქვემოთ. ტკივილი ბევრად მძიმეა და ბევრად ტკივნეულია. 1000 ფორმის შეგრძნების ცენტრი აქვს. და ზემოთ პირიქით, რიც ხარჯზე გაქვს შენი აზრით ნეტარება 64-ში. აი რომ ამობენ, რომ 64-ში ადამიანი ნეტარებაშია. ნეტარება როგორ უნდა განიცადო? 5 შეგრძნებით, მხედველობა, სმენა, გემო, ყნოსვა და შეხება? არა. იქ იმხელა დიაპაზონია შეგრძნებების, რომ არ ვიცი, აი სათვალავიც კი შეიძლება ამერიოს. ამიტომ გარდაცვლილთან საკმაოდ სენსიტიურად უნდა იურთიერთო. სევდით არ უნდა იურთიერთო, სიყვარულით უნდა იურთიერთო, ამ ყველაფრით უნდა იურთიერთო, რადგან ის ყველაფერს გრძნობს იმაზე მეტად, ვიდრე შენი შეზღუდული სხეულის ბიოსკაფანდრით გრძნობ. გააცნობიერე ის აღარ არის ის ადამიანი, ის არის უკვე სული და როგორც სულთან ისე უნდა იურთიერთო. არსთან, რომელსაც აქვს ბევრი შეგრძნების დიაპაზონი, რომელსაც აქვს მაღალი შეგრძნების სენსიტიური მგრძნობელობა. ეხლა გამოვლენ და კიდე იტყვიან,
გიორგი შენ რა იცი სულის სამყაროში როგორ არის? აი, ეხლა რა მეცოდნა მჭირდება სულის სამყაროში, რომ ეს ვიცოდე? შენ როგორ ფიქრობ, ღმერთის შვილი 5 შეგრძნებით იქნება სულის სამყაროში? ესეთი შეზღუდული? შენ დედამიწაზე არ გაქვს 5 შეგრძნება, 5-ზე მეტი გაქვს, უბრალოდ გახსნილი არ გაქვს და სულის სამყაროში ჭეშმარიტი შენი ბუნება რაც არის. შენი აზრით ღმერთი იმდენად მოკლე დიაპაზონის არის, რომ შენ მეტი ვერ მოგცა? მის შვილს მეტი დიაპაზონი არ მიცა შენი აზრით? ძალიან ბევრი დიაპაზონი აქვს სულს აღქმის. ძვირფასი ადამიანის ხსოვნა შენს თავში ისე უნდა შეინახო, როგორც წმინდა ადგილი. მისი გახსენების დროს არ უნდა გქონდეს დესტრუქციები, ტკივილები, ყველა ეს განცდა. ის უნდა მოიხსენიო, გაიხსენო და მასთან უნდა იურთიერთო, როგორც წმინდა ადგილი. რადგან ის შენი წმინდა ადგილია ერთ-ერთი. რატო? იმიტომ რომ შენ რომ ის ადამიანი გიყვარდა, თქვენ შორის ღმერთი აყალიბებდა ამ სიყვარულს და თქვენ შორის ღმერთის სვეტი იდგა და შენ რომ იმ ადამიანზე ფიქრობ და მოიხსენიებ და სიყვარულს განიცდი და მას ექცევი როგორც წმინდა ნაწილს შენს თავში, შენ ამით ღმერთს ექცევი როგორც წმინდა ადგილს. ის ადამიანი რომელიც გარდაიცვალა და გიყვარდა და ეს სიყვარული მოიპოვა შენში, იმ ადამიანში ღმერთია, იმ თქვენ სიყვარულში ღმერთია და შენ თუ ამ სიყვარულს დესტრუქციით იხსენებ და ამ ადამიანს და მის სულს და ვერ ინახავ შენს თავში ღირსეულად ღმერთის სიყვარულში, შვიდით, ბალანსით, სათნოებით, სიყვარულის გაგზავნით, კარგი მომენტების გახსენებით, ამას თუ ვერ აკეთებ, შენ რეალურად არ გაქვს სუფთა სალოცავად განსაზრული შენი ძვირფასი გარდაცვლილი ადამიანის ხსოვნა. შენი აზრით ღმერთმა მთელი ცხოვრების განმავლობაში იმ ადამიანთან ერთად სიყვარული რომ გაფრქვევინა და ერთმანეთისთვის გაფრქვევინათ სიყვარული. შემდეგ ეს ადამიანი რომ დაიბადა სულის სამყაროში, კი არ მოკვდა, გარდაიცვალა და დაიბადა სულის სამყაროში თავის ბუნებრივ სახლში, საიდანაც მოსულია. შენი აზრით უფალმა ამ ხნის განმავლობაში რომ სიყვარული აგო თქვენში და ის ადამიანი რომ გარდაიცვალა და შემდეგ შენ ტკივილით იხსენებ გამუდმებით. შენი აზრით არ შეურაცხყოფ მის ხსოვნას? შენი აზრით სტრესი, გვემა და ეს ყველაფერი ბნელის არ არის? შენ ფიქრობ ღმერთის არის? არ არის ხო ღმერთის? მაშასადამე თუ ღმერთის არ არის, მაშინ როდესაც შენ დესტრუქციით მოიხსენიებ და იხსენებ შენ ძვირფას გარდაცვლილ ადამიანს, არ შეურაცხყოფ მის ხსოვნას? არ ბილწავ, არ აბინძურებ მის ხსოვნას? რატომ? იმიტომ რომ იმ ადამიანმა შენში დატოვა სიყვარული და ის სიყვარული უნდა იხსენო და იმ სიყვარულით უნდა განაგრძო ცხოვრება. ამას თუ არ აკეთებ, შენ ბილწავ იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც შენში სიყვარული დატოვა და არა დესტრუქცია. შენ რომ სპეტაკს სუფთა სიყვარულის ადგილად გაქვს შენ თავში შენახული ხსოვნა, ვინც გიყვარდა და ვინც გიყვარს და მასზე რომ ლოცულობ. შენ ამით ლოცულობ უფალზე. რანაირად? მე შენ რომ გლოცავ. მე კი არ გლოცავ, უფალი გლოცავს. შენ მე რომ ლოცავ, შენ კი არ მლოცავ მე, უფალი მლოცავს. შენ გონია ჩვენ ლოცავთ ერთმანეთს? არა, ჩვენ ყველანი უფალს ლოცავთ ერთმანეთში და შენ რომ გარდაცვლილ სულს ლოცავ და ისე იქცევი როგორც ხატების კუთხესთან შენ თავში მოწიწებით, შვიდით, სიყვარულით, ბალანსით და ისე ილოცები შენი ძვირფასი ადამიანის გარდაცვლილ სულზე და ინახავ მას სუფთად სიყვარულში, შენ ამით ილოცები ღმერთთან. ჩვენ ერთმანეთს არ ვლოცავთ. გააცნობიერეთ ეს. ჩვენ ერთმანეთს არ ვექცევით, ჩვენ ღმერთთან ვილოცებით. ყველანი ვილოცებით ღმერთთან. სულის სამყაროში წესია ზემოთ. ერთი რომ ლოცავს მეორეს, მან იცის რომ ერთი იმ მეორეს არ ლოცავს. ერთმანეთში ღმერთს ლოცავენ. ჩვენც ერთმანეთში ღმერთს ლოცავთ. ყველანი ვლოცავთ ღმერთს. შენ რომ მე დამლოცო, შენ მე არ ვლოცავ, ღმერთს ლოცავ ჩემში. ანალოგიურად მე შენში ვლოცავ ღმერთს. და ნახე, შენი თითოეული მოხსენიება გარდაცვლილი სულისთვის უნდა იყოს ზეიმი. სიყვარული სჭირდება შენგან და შენ თუ დესტრუქციაში ხარ, ტკივილებში ხარ და წაბილწე შენში მისი ხსოვნა იმის ნაცვლად რომ სიყვარული იხსენო, რადგან ეს გიკეთა მთელი ცხოვრება და სიყვარული დაგიტოვა და ეს ფოტოალბომი უნდა ათვალიერო, მოკლედ რაც დაგიტოვა სიყვარული და არა ბნელეთის განცდები, ტკივილები და ეს ყველაფერი და შენ რომ ამას არ აკეთებ და ტკივილებში ხარ და ტკივილებით მოიხსენიებ, იცი როგორ არის ეს სულისთვის? აუ, ისევ მომიხსენია, ისევ მიხსენებს. აუ, მალე დავავიწყდე ნეტავ ეხლა. სული ამას ფიქრობს. რადგან ეს იგივეა, ეხლა შენი ნათესავი რომ შემოვიდეს და ეკლებიანი შოლტი გიჭიროს წელზე და გირტყას და გირტყას და გირტყას და აი მე ეხლა კიდე მოვიდა შოლტი უნდა მირტყას. ესე ურტყამ შენ სულს შოლტს. შენი დესტრუქციული განცდებით და შენში შენი გარდაცვლილი სული შენახული ყავს ბინძურად. მაგას სხვა სახელი არ ქვია მომიტევე ბინძურად, რადგან ის ტკივილები და ის დესტრუქცია და ის ყველაფერი რაც განიცადე და რაც შენში არის და იხსენებ ამით, ეს არის სატანის
სატანის სალოცავი. შენში იმ სულის ხელის შემშლელი. გიმეორებ, გვემა ტირილი დესტრუქცია ღმერთს არ ეკუთვნის, ღმერთის არ არის, ბნელის არის, ბნელს უგზავნი. ეხლა ვიღაც იტყვის, რომ აბა რა უქნა არ ვიტირო და უგულო ხომ არ ვარ და რაღაც ხომ არ ვარ. გააცნობიერეთ. არავინ არ გეუბნება რომ არ იტირო. არავინ არ გეუბნება რომ რობოტი იყავი. გიხსნი რა უნდა ქნა. როგორც კი საკმარისად გამოიტირებ ადამიანს. ნუ ხარ ეგოისტი, შენს თავზე ნუ ფიქრობ. შენ მასზე უნდა იფიქრო და შენს თავზეც უნდა იფიქრო. შენს თავში სიყვარულის და მშვიდის და სიხარულის სალოცავი უნდა გააკეთო, როდესაც მას მოიხსენიებ. ერთ კითხვასაც უპასუხებ, რომელსაც ხშირად მისვამენ. გიორგი, მოხვდები თუ არა ჩემს ძვირფას ადამიანთან ერთად სასუფეველში? ამ კითხვასაც ისეთი პრიმიტიული პასუხი აქვს, რომ ვერც დაიჯერებთ. ვიღაცები კიდე გამოვლენ და მეტყვიან, შენ საიდან იცი იქ იყავი? მოკლედ ამ ყველაფერს, რასაც ვლაპარაკობ, ჯერ ერთი არ ჭირდება იქ ყოფნა, მაგრამ მაინც მარტივია ამის პასუხი. მოხვდები შენს ძვირფას ადამიანთან სასუფეველში და თან ვერ მოხვდები. ეს იმაზეა დამოკიდებული, შენი პარტნიორი რა სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდა და შენ რა სულიერი ცხოვრებით ცხოვრობ. მაგალითად, თუ ადამიანი ბოროტებებში ცხოვრობდა, ხვარძლში, სიძულვილში, გარდაცვლებში, იგივე მკვლელობებში და ამ ყველაფერში, ის ადამიანი მოხვდება დაბალ სამყაროში, დაბალი განზომილების სამყაროში, სადაც შეგრძნებები, განცდები, ემოციები ყველაფერი არის დესტრუქციული. აი მაგალითად, თუ წავიდა აქედან 10 ქულის დესტრუქციით, ქვემოთ სამყაროში 50 ქულით დესტრუქციული ხდება. გარე სამყარო იმდენად არის დაბინძურებული ქვემოთ, რომ ის განზომილება აწვება და მეტ სტრესს უბიძგებს, მეტ ნეგატივს უბიძგებს, გარემოც ისეთია, რომ ყველა ამ მდგომარეობაშია, ამიტომაც არის ქვემოდან ამოსვლა ზემოთ რთული. მოკლედ, იქ ისეთი გარემოა, სადაც ჩასვლა არ მოგინდება. ეხლა ნახე, მეორე პარტნიორი, რომელიც სუფთად ცხოვრობდა, ის მოხვდება მაღალი განზომილების სამყაროში. დღეს თქვენ გითხრეს, რომ არის ორი სამყარო, 64 და ჯოჯოხეთი. ესე არ არის, ესეთი პრიმიტიული არ არის. არსებობს ჯოჯოხეთის ქვედადონეები, 64-ის ზედადონეები. ყველაზე მაღალი დონე ღმერთის სახლია. გააცნობიერეთ, რას გეუბნებით. განზომილებები არსებობს, რომელსაც მიეკუთვნები შუქის მიხედვით. შინაგანი მშვიდის, სიყვარულის, ბალანსის, წონასწორობის, ამ ყველაფრის მიხედვით, რასაც გასწავლი განთრიანებაში. და ქვედადონეები. ის თუ ქვემოთ საფეხურშია მოხვედრილი, შენ შეგიძლია ჩახვიდე მასთან, მაგრამ დიდხანს ვერ ჩახვალ მასთან. შესაძლოა 1 წუთი გეყოს, რომ რაღაცამ მწყობრიდან გამოგიყვანოს, რადგან გარემოში ენერგია ტრიალებს ისეთი, შენ ეხლა ვერ გზნობ ამ სხეულით ენერგიას, მაგრამ შენი სული იქ პირდაპირ გზნობს, რომ უბრალოდ დესტრუქციაში ჩავარდები და ვეღარ გამოხვალ გარეთ. შენ არ მოგინდება იქ ჩასვლა მასთან. ან თუ ჩახვალ, ძალიან დიდ რისკებთან იქნები დაკავშირებული. შეიძლება შენ თვითონ ამოსაყვანი გახდე იქედან მესამე პირის მიერ. ამიტომ პასუხი არის მარტივი. ვინ არის ის ადამიანი, როგორ ცხოვრობდა და რამდენად დესტრუქციაშია? თუ ცადა დედამიწის ცხოვრებით ცხოვრობთ, შენ ღმერთთან ხარ და ის საერთოდ არ არის ღმერთთან და უდიდეს ბნელშია, ის მოხვდება ქვემოთ, შენ ზემოთ. მაგრამ ეხლა ისიც გააცნობიერე, რომ შენ იგივენაირად გეყვარება ის ადამიანი, როგორც ეხლა გიყვარს, მაგრამ სხვა ადამიანებიც გეყვარება, რომლებსაც იცნობ სულის სამყაროში. გესმის რას გიხსნე? სულის სამყაროში შენ ბევრს იცნობ და ბევრი ძვირფასი ადამიანი გყავს. ბევრი ძვირფასი ადამიანი დედამიწაზეა წამოსული. ბევრი იქ არის, მოღვაწეობს, სხვადასხვა პროცესებს გადის. ამიტომ ნუ ფიქრობ, რომ უბრალოდ ცალკეულად შენი მიწიერი ძვირფასი ადამიანი გეყვარება. როცა 100 და 1000 წლის შემდეგ გარდაიცვლები, ღმერთმა ყველა დიდხანს გაცოცხლოთ, მადლით გავსოთ უფალმა. გააცნობიერე, მასშტაბია დიდი. შენ დედამიწაზე ვიწრო ხრელით იყურები. ღმერთი იმდენად დიდია, რომ მასშტაბია დიდი ზემოთ. სულს აქვს დიდი მასშტაბი. მატერიალური სამყარო რამხელა იცი? უკიდეგანო. ღმერთი რამხელა იცი? არავინ არ იცის. ვერ გამოჩნდა ვერავინ, ვისაც შეეძლო გაეზო, მაგრამ ძალიან დიდია. და შენ ფიქრობ, რომ უფლის შვილი, ნახე შვილი, ღვიძლის შვილი. ნაშვილები კი არა, ღვიძლის შვილი, სულის დნმ-ით შვილი. ღმერთმა შენ უბრალოდ რაღაც მასალისგან კი არ შეგქმნა. მისი ნაწილი თავისი სხეულიდან ამოიღო და გშტაბერა. უსასრულო ძალამ გშტაბერა. ვერაცნობიერებ, ვინ ხარ? დიდი ხარ, დიდი. მაგრამ ყველაზე დიდი თავმდაბლობაშია, იცოდე. ეს არ დაგავიწყდეს. ამ პარტავნებაში არ გადავარდე. და ნახე, შეგრძნებების დიდი დიაპაზონიც გაქვს სული რომ ხარ. ყველაფერი დიდი გაქვს, მაგრამ სხვაობა რა არის მიწიერსა და სულის შეგრძნებას შორის? სხვაობა არის ის, რომ დედამიწაზე განსხვავებული შეგრძნებებია. მატერიალური შეგრძნებებია, უხეში შეგრძნებებია. სულის სამყაროში მატერიალური, მაგრამ ბევრად დახვეწილი მატერიის. ნახეთ, ყველაფერი ამ სამყაროში არის მატერია. სულიც მატერია, ენერგიაც მატერია, სულის სამყაროც მატერია. უბრალოდ
უბრალოდ ყველაფერი არის სხვადასხვა დახვეწილობის. მოდი ესე გეტყვი. დედამიწისეული ფიზიკური მატერია უხეშია. მაგალითად, მეტალი ხომ მკვრივია, მაგრამ ეხები მატერიაა. მზეს ვერ ეხები, მაგრამ მატერიაა. მზე ზრდის მცენარეს, ზემოქმედებს მატერიაზე. მატერია რომ არ იყოს, მცენარეზე ვერ იმოქმედებს. გესმის რას გიხსნე? მზე უფრო დახვეწილი მატერიაა. ვერ ეხები, ვერ კიდებ ხელს, ამ ყველაფერს ვერ აკეთებ, მაგრამ ზემოქმედებს შენზე მატერია. სულიც მატერიაა. ყველაფერი მატერიაა, უბრალოდ სხვადასხვა დახვეწილობის. სული დიდი დახვეწილობის მატერიაა, რომელსაც ბევრი შეგრძნებები აქვს, მაგრამ ფიზიკური უხეში შეგრძნებები არ გააჩნია. ეს სხვაობა. იქ შეგიძლია ნეტარება განიცადოს სულიერად შინაგანი შეგრძნებით. ეხლა ვაგიხსნი რა სხვაობა. ხო გქონია უდიდესი ბედნიერების შეგრძნება, რაღაცა, საუკეთესო შეგრძნება გეცა. დაგეჯახა და უდიდეს ბედნიერებას გძნობ რაღაც მომენტში. და ვიღაც მოგეფერა. მოფერება კი კარგი იყო, მაგრამ ის უდიდესი ბედნიერების შეგრძნება საერთოდ სხვა მატერიაა, სხვა განცდის მატერიაა, ხო? ეს სხვაობა სულიერსა და ფიზიკურ განცდებს შორის. შენ შეიძლება 1 საათი გეფერებოდეს ვიღაც და ვერ იგრძნო ის ბედნიერება და შეგრძნებები, ვიდრე უცებ რაღაცა შიგნით შემოვიდეს შენში ღვთიური და უდიდესი სითფო, ნეტარება, ტკბილი, განცდა, განწყობა და ეს ბევრად სასიამოვნო იყოს. მაგრამ სხვადასხვაა, ხო? მაგრამ აქ მეტი დიაპაზონი იყო. რომელი გირჩევნია ახლა 5 წუთი გეფეროს ვინმე თუ 5 წუთი ის განცდა გქონდეს და ემოციური და შინაგანი სავსებადობა, როდესაც შიგადაშიგ გრძნობ ხოლმე. ის, რადგან ის ბევრად დიდი დიაპაზონის არის. თან დედამიწისეული შეგრძნებით და იქ ბევრად მეტი. მოდი კითხვას დავუბრუნდები, შევხვდები თუ არა შეხვდები. შეგიძლია მისი სულისთვის იბრძოლო გადასარჩენად. მაგრამ მას თუ არ მოუნდება, შენ ვერ დაეხმარები, გაგიჭირდება და შესაძლოა საბოლოოდ დანებდე, რადგან ყოველდღიურად გაბოროტდება იქ. მაგრამ შესაძლოა არ ქნას და არის სიტუაციები, როდესაც სულები იხსნიან თავს ესეთი ადგილებიდან. მასეთი ადგილებიდან ზოგიერთი სული თავად იხსნის თავს და ზოგიერთ სულთან ანგელოზი ჩადის და არ მიყვება. ეს იგივეა ახლა გაცეცხლებულ ადამიანს რომ მიადგე და უთხრა დამშვიდიო, რა ვინ ვის წამშვიდებ ჭენ აფექტის მდგომარეობაში. იქ სულ მაგ მდგომარეობაშია. ის გარემოა გაჟღენთილი ამ ენერგია ბიძგით, რომ ამ დესტრუქციაში იყოს და თან სხვა სულები ერთმანეთში. ხეცდა, კაცდა და მხეცდა ჭამიები. ეს ყველაზე მძიმე მდგომარეობას აღწერთ თორემ. არის ნეიტრალური ბუფერული ზონები, ადამიანი ჩვეულებრივად რომ ცხოვრობს და იმ ცოდვებზე მუშაობს, სხვადასხვა პროცესებს გადის და ასე შემდეგ. აბა თქვენ რა გონიათ ახლა? რამდენი მილიარდი ადამიანი გარდაიცვლება ხოლმე? სად მიდის ეს ხალხი? ყველა ჯოჯოხეთში მიდის? ყველა ჯოჯოხეთში რომ მიდიოდეს, სატანას იმხელა ლაშქარი ეყოლება? არ არის ესე, მაგრამ ჯოჯოხეთია ის, რასაც ადამიანი განიცდის. ნახე, შენ დღეს ხარ რაღაც დესტრუქციებში და შენთვის ეს არის 10 ტკივილის შეგრძნების დოზის, მაგრამ სული სამყაროში ეს გიძლიერდება 200-ზე, 300-ზე ტკივილი და გიწევს ამაზე მუშაობა. იგივე მდგომარეობაში ხარ, ჯოჯოხეთში შეიძლება არავინ ხარშავდეს ქვაბში, რადგან იქ ქვემოთ არ მოხვდი, მაგრამ ბუფერულ ზონაში ხარ და ტკივილს განიცდი, როგორც ახლა ადამიანი ხანძრის შედეგად დაიწვას, მთლიანი კანი დაეწვას და უდიდეს ტკივილებში იყოს. რა მნიშვნელობა? კი, გივლიან, სულიერ საავადმყოფოში ხარ, იმაში ხარ, მაგრამ გიწევს ამ ტკივილების გავლა და გამოჯანმრთელება და შრომა ბევრი. გააჩნია რა დიაპაზონში მოხდება სული. ამიტომ მნიშვნელობა აქვს შენი პარტნიორი სულიერად როგორ ცხოვრობს. შენ ადამიანთან რომ კავშირდები, ოჯახს ქმნი, შვილებს ქმნი. ადამიანი ფულით კი არ უნდა შეარჩიო და სიმახინჯეებით კი არ უნდა შეარჩიო და რომ არ ინტერესდები ფულს საიდან შეულობს, რა ნაძირლობებს აკეთებს და რა მდგომარეობებში არის. უნდა გათვალო ცოტა წინ, სულის სამყაროშიც უნდა გათვალო, რომ ერთად იქნებით თუ არა. აბა აქ რისთვის დახარჯეთ ერთმანეთთან დრო და ენერგია, რისთვის აბყურეთ ერთმანეთს სიყვარული თუ იქ არ გააგრძელეთ ეს. მოდი ცოტა კიდე დაგელაპარაკებით სულის სამყაროზე. დაბალი განზომილებებიდან ამოსვლა რატომ არის რთული აგიხსნით. რა კანონები და პრინციპები მოქმედებს აგიხსნით. მე რა გაცნობიერებამდეც მივედი, გაგიზიარებთ. ადამიანი რომელიც უდიდეს ბოროტებებში ცხოვრობდა მკვლელობებში და ამ ყველაფერში, პირდაპირ ხდება ქვემოთ განზომილებაში. და ეს განზომილება იცი როგორი არის? მეტაფორული მაგალითი რომ მოგიყვანო, ჯერ ხომ გარემოს ენერგია გაჯერებულია ჩხუბის ბიძგებისკენ, ბოროტი აზრების ბიძგებისკენ, ნეგატივის ბიძგებისკენ, ანუ იქ არ მოდის დადებითი აზრი. მოდი ესე გეტყვი. ან თავში არ მოდის ნათელი შუქის აზრი, პირდაპირ რადიოტალღებით გადაეცემა და სული იღებს პირდაპირ ჯოჯოხეთის აზრებს. აზრებში იღებს ამას. და ნახეთ, ყველა ერთმანეთში არის ჭმაღეჭვაში. მასეთ განზომილებაში შესვლა იგივეა როგორც ახლა წარმოიდგინე ოთახი, სადაც 200 კაცი აფექტის მდგომარეობაშია, გაცეცხლებული ერთმანეთს ეჩხუბება. ხომ აქვს ადამიანს აფექტის მდგომარეობა, ვთქვათ 10 წამი, 5 წამი. იქ სულ ეს აფექტის მდგომარეობა და წარმოიდგინე 200 კაცი ოთახში
აფექტის მდგომარეობაშია და მაგ რომ შეაგდო ნებისმიერი სული. ისიც ამ მდგომარეობაში ვარდება, რადგან მასაც რთავენ ჩხუბში, მუშტი ხვდება ეს ენერგიები და ისიც იწყებს ამ მდგომარეობაში ჩავარდნას. 200 კაციან აფექტის მდგომარეობაში რომ ჩააგდო სულ გასხიოსნებული ადამიანი, ის ადამიანი ან უნდა დაეცეს და გაანადგურებენ და შთანთქავენ, ხო ეს ცალკე საკითხია, ერთმანეთის შთანთქვა. ძალიან დაბალ განზომილებაში მთავარი ცენტრალური პროცესი რაც არის, გადარჩენა და ვამპირიზმი. იქ ხო ენერგია არ არის, იქ ხო მაღალი სულები არ არის, იქ ხომ ღმერთის ენერგიასთან დაკავშირებული სულები არ არიან. რით უნდა იკვებონ თქვენი აზრით? რით იკვებებიან თქვენი აზრით ისინი? ქვედა განზომილებაში იქ ღმერთის ენერგია არ აღწევს, რადგან იქ იმიტომ მოხდა რომ ჩაწყვეტილია. ერთმანეთის ჭმით. აი როგორც მომიტევეთ, ცუდი მაგალითი მომყავს, მაგრამ როგორც კასრში ჩაყარო ვირთხები და სხვა საკვები არ აქვს, ერთმანეთი უნდა ჭამო. ეს პროცესი მიმდინარეობს ყველაფერთან ერთად. სულ ბოლო განზომილებაზე ვლაპარაკობ. საკვები არ არის. ამ სამყაროში ყველაფერს კვებავს ღმერთის ენერგია. შენ ყველაფერს მატერიაშიც ყველაფერში ღმერთის შექმნილია და ღმერთის ენერგიას კვებავს და ბნელებს ეს არ აქვს. ღმერთთან კავშირი აქვს გადაჭრილი. და ესენი ნადირობენ ადამიანებზე, ამიტომ და სული იქ რო ხდება ერთმანეთის შთანთქვის მდგომარეობები მიდის. ასევე მიდის გაერთიანებები. მაგალითად ხშირი არის რომ ადამიანები სიზმარხილებში ნახულობენ რამდენიმე ადამიანი იყო, ან ხშირი არის რომ მე ბევრჯერ მქონია მაგალითად რომელიმე დემონი თუ დამესხა თავს. ესე იგი რომ გავახილე თვალები, ანუ რომ გავიყვიწე, კივილის ხმები მესმოდა ერთდროულად. ერთი დემონი იყო, მაგრამ მასში იყო გაერთიანებული პატარ-პატარა მაჯრაჯუნები, მოდი ესე გეტყვი. გაერთიანებები აქვთ ხოლმე რომ გადარჩნენ ასევე. მაგალითად ერთი ვიღაც ძიმე დემონი იერთიანებს სხვა პატარ-პატარა მაჯრაჯუნებს. ზოგი დემონი კი არ არის, ზოგი ბურთის ზომის არსია, დაბალი არსია, არ განვითარებულა საერთოდ. ზოგი როგორ და ზოგი როგორ და ნახეთ, შეიძლება პურის მარცვლის ზომის ნეგატივი იყოს და ეს პურის მარცვლის ნეგატივი გარდაიქმნას დემონად დროთა განმავლობაში. შენს თავში ახლა შეიძლება წარმოგეშვას აზრი ნეგატიური. პატარა რაღაც პურის მარცვლის ხელა. შეიძლება გაგიღვიდეს და შენ თავად შექმნა დაბალი არსი შეიძლება. დესტრუქცია. პატარა რაღაცით გადაზარდო შენს თავში რაღაც დიდი ჯოჯოხეთი. ადამიანები გარდაცვალა, მე ბოროტებები აკეთო, ის აკეთო, პატარა ერთი მარცვლიდან. ამიტომ პატარა მარცვალი ბნელი შეიძლება გაიზარდოს დიდ დემონად. ისე როგორც პატარა მარცვალი შუქი გაიზარდოს დიდ ღვთიურ შუქად, არსად, სულად. მასეთ განზომილებებში მაღალი სულები ჩადიან ხოლმე და ცდილობენ დაიხსნან სულები. წმინდანები ჩადიან ხოლმე, მისიებზე აგზავნის უფალი. როგორ ის სულები, რომლებიც დესტრუქციაში არიან იქ, ზოგიერთი სული იწყებს აი რაღაცა მარცვლის ზომის შუქის გამონათებას, ცდილობს გაიხსენოს ის ბედნიერი მომენტები, რაც ხდებოდა მის ცხოვრებაში. რაღაც და ამ მომენტში უკვე ღმერთი ხედავს, რომ იმ სულს უნდა განთავისუფლება, უკეთესი უნდა. და ჩადიან ხოლმე სულები, წმინდანები და ამოყავთ. თუ გაყვება, შეიძლება სულმა ცოტა გამოანათოს და იმედი ჩაისახოს მისი გადარჩენის და შუქი იყოს, მაგრამ როცა მაღალი სული მიდის, მაღალი სულის წმინდანი იქნება თუ სხვა დანარჩენი, მისი შუქი აშინებს და კიდევ ბევრ დესტრუქციაშია გარემო აწვება და შესაძლოა გადაიფიქროს და ძალიან რთულია იქიდან ამოსვლა. როდესაც ამოიყვანენ მკურნალობებს გადის ესეთი სული, მაგაზე სხვა ნაშრომებში მოყოლილი მაქვს იქ. სამკურნალო ადგილებია, ზოგი გამოქვაბულებია, ზოგი ლაჟვარდოვანი ტბაა და უბრალოდ წლები შუმად არის, უბრალოდ მშვიდით კურნება მიდის. მშვიდი არის სერიოზული რაღაც, გააცნობიერეთ. მშვიდით კურნება მიდის. წარმოიდგინე, ვინმეს უთქვამს შენთვის დღემდე მშვიდი კურნავსო? ხო, მშვიდი კურნავს აქაც და იქაც. ეხლა ალბათ კითხვას დასვამ, წმინდანი თუ ჩავიდა, ხო შეუძლია რომ ამოიყვანოს ან ეს ქნას, ის ქნას. პრობლემა ეხლა ყველაფერთან ერთად რა არის? წმინდანი რომ ჩადის და თავისი მშვიდი და შუქის მდგომარეობა აქვს, ვის გადასარჩენადაც მიდის, ის ღიზიანდება წმინდანის შუქზე. უცნაური კანონებია, ხო, რაღაცნაირი. ჯერ ამოსვლა რთულია, მერე გარემო გამუდმებით ნეგატივში ამყოფებს, არაძლევს საშუალებას გრამითაც პოზიტივი გაიფიქროს, მაგრამ ცოტა თუ გაიფიქრა და აჩვენა უფალს რომ შუქი და გამოუგზავნეს მხსნელი წმინდანის სული ან სხვა რა, იმ წმინდანს ვინც უნდა გადაარჩინოს, მას რომ ხედავს მის ღვთიურობას, აღიზიანებს ეს იმ სულს, ვისი გადარჩენისთვისაც მივიდა წმინდანი. ეს იცით როგორი რაღაც არის? აი დღეს ვაწყდები ხშირად ამ ფენომენს. ფენომენიც არ არის. აი მაგალითად შენ თუ სუფთად ცხოვრობ და
ვიღაც ბინძურად თუ ცხოვრობს, შენ მას აღიზიანებ, შენი ენერგია აღიზიანებს. მასში მყოფი სიბნელე, ეს ღვარძლი, ეს ბოროტება რეაქციაში შედის როგორც სოდა და ძმარი და იქაც ესეა. წმინდანი რომ ჩადის, წმინდანის შუქი და ეს ყველაფერი თვალებს უჭრის და აღიზიანებს. მარტივად რომ გითხრა, დაცემული ადამიანის შინაგანი მდგომარეობა და წმინდანის შინაგანი შუქი ერთმანეთთან წინაღობაში მოდის. ერთმანეთთან ცუდად რეაგირებენ. წმინდანი არა, ის დაცემული ცუდად ხდება, რადგან მასშია ბნელი და ის ბნელი რეაგირებს შუქზე ნეგატიურად. მაგრამ უნდა გადალახოს ეს და ბევრი სული ლახავს ამ ყველაფერს და ამოყავთ. მერე მკურნალობას გადიან. სულის სამყაროში სული ჯამდება ფენებად. არ ფასდება ეს ადამიანი მაგალითად ნეგატივს აკეთებდა და პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვდეს. იმიტომ რომ ნახე, შენ პირდაპირ ყველაზე მაღალ განზომილებაში თვით ღმერთის სამფლობელოში არავინ არ შეგიშვებს. შენ დონეები გაქვს გაწმენდის, გასავლელი, როგორც ფილტრი. ამიტომ ზედა განზომილებები ფილტრებია გაწმენდის და შემდეგ განწმენდილი ბოლომდე რომ ხარ, სული ხვდება უფლის სახლში პირდაპირ. მაგამდე სხვადასხვა სახლებია, მოდი ესე გეტყვი, მაღალი იერარქიის სულების, რომლებიც მოღვაწეობენ სხვადასხვა მდგომარეობებში. ფილტრებია, გესმით? იმიტომ რომ ეს ფილტრი რომ არ იყოს, სულები პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვდებოდნენ. ანუ ის განზომილებები, სამყაროები რომ არ იყოს სულისთვის, პირდაპირ მოხვდებოდა ჯოჯოხეთში და სატანას ეყოლებოდა ლაშქარი კი არა, რა ვიცი მე. რაღაცა ისეთი. ამიტომ მასზე არ არის. მაგრამ ამან იმედი არ მოგცეთ, რომ უიმე ხა ჩვეულებრივად ვიცხოვრებ და იქ ფენებში ვარესია, ვარესია. ხო მაგიხსენი? ვარესია. შენ თუ აქ არ გასუფთავდები, შენი ხუთქულიანი დესტრუქცია 1000%-იან ტკივილს განგაცდევინებს სულის სამყაროში, რადგან აღქმის დიაპაზონია დიდი. შენ აქ ბოღმებში ხარ, იმაში ხარ, ამაში ხარ. ისეთ განზომილებაში მოხვდები, სადაც დაგიმძიმდება, ჩავარდები ქვემოთ მერე. დაგიმძიმდება, ჩავარდება ქვემოთ სული. ჩავარდება ქვემოთ და იქაც ფილტრებს გადის, სანამ არ დაბინძურდება. ისე, რომ უკვე მისი ამოთრევა იქიდან არავის არ შეუძლია. შეუძლია მიქაელმა გააკეთოს. მიქაელს აქვს ამის ძალა, მაგრამ ეხა მიქაელს შენ ვინ გამოგიყობს ესე ადვილად, ხო? თუ რაღაც განსაკუთრებულს არაკეთებდი და თუ განსაკუთრებულს არაკეთებდი, იქ ქვემოთ ვერ აღმოჩნდებოდი და მოკლედ, როგორც ზემოთ ვითარდები და გადიხარ ფილტრებს, ისე მძიმდება სული. დამძიმდა მაგალითად პირველი დაბალი განზომილების საფეხურზე, დამძიმდა 1 წელში თუ იყო 100 კილო, გახდა 200 კილო ნეგატივი. ჩავიდა ქვედა განზომილებაში. დამძიმდა 500-ით, ჩავიდა ქვედა განზომილებაში. ანუ იქაც ქვემოთ ჩადის ფენებად. და ბოლოს უკვე თუ გამოუსწორებელია, უკვე იქ არის ჯოჯოხეთში. და მისი მდგომარეობა ჯოჯოხეთი, მისი შინაგანი შეგრძნების მდგომარეობა ჯოჯოხეთი. და ზემოთ ფილტრები პირიქით. რაც უფრო იწმინდება სული გაცნობიერებებს, ცოდნებს, ამ ყველაფერს, ნახეთ, მოქმედებებს აკეთებს. დღეს რომ გეუბნებიან აქ, უბრალოდ ირწმუნეო, არსად არ არის სამყაროში უბრალოდ ირწმუნე. მოქმედება არის შენი ჭეშმარიტი რწმენა. ყველა აკეთებს მოქმედებებს, რომ გასუფთავდეს და ავიდეს ზედასაფეხურებზე ღმერთთან, ნენელა. მისიებზე დადიან. იმდენჯერ ყავარ დაჭრილი დემონებს, იმდენჯერ ყავარ აჩეხილი დანალეწი თავიდან. იმდენჯერ რისთვის თქვენი აზრით? რისთვის გავდივარ ამას თქვენი აზრით? მისიებს ვასრულებ, სულებს ვიხსნი, რისკებზე მივდივარ, ამ ყველაფერს ვაკეთებ. ამას ჩემი სული აკეთებს. რისთვის დადის ჩემი სული იქ? რისთვის იხსნის ამ სულებს? ტყვეობებიდან, რისთვის იბრძვის ამ დემონებთან? ამით შენ აყალიბებ ძალას, შუქს შენში, ღვთიურობას აკეთებ, მადლებს აკეთებ და ნენელა ადიხარ ზემოთ, ნენელა. ეს ხდება. ამიტომ ვიყავით ღმერთთან, შუქს უყურე ყოველთვის და შუქისკენ იარე და დაგიფასდება სიყვარულში ღმერთში. თუ არა და პირდაპირ ქვემოთ ჩაძირვა ელოდება, რომელიც ფსკერიდანაც უკვე ვერაფერს ვერ ამოყავს და სადაც გამილიონებული ტკივილია, გამილიონებული ტკივილი, გამილიონებული შეგრძნებებით. და შენ ეს არ გჭირდება, შენ გჭირდება გამილიონებული სიყვარული ზედა განზომილებაში ღმერთში. ამიტომ იყავი ღმერთთან, დაგლოცოთ უფალმა, უფლის გზაზე გვატაროს ყველა, დაგვიფაროს უფალმა, მისი კალთა შემოგვახვიოს. ამინ, ამინ, ამინ.